რუსეთი ომს აგებს და მის ხალხს ეს უკვე მობეზდა. ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი უნდა შეეგუოს. და მაინც ის განაგრძობს თავის დამალვას რეალობისგან. 20,000 დათმის შემდეგაც კი მას ჯერ კიდევ ვერ იგებს სათქმელს. ის რაც მისი თქმით არასდროს მოხდებოდა უკვე აქ არის. მოსკოვი ფრონტის ხაზად იქცა, რადგან უკრაინა დარტყმებით უტევს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს. რუსეთის მასშტაბით უკრაინული დრონები დაფრინავენ და მიზნებს არდგამენ. კიდევ ერთხელ ვიტყვით, 20,000 დარტყმა. მაგრამ ეს ბევრად მეტია, რადგან პუტინი ხელმძღვანელობს იმპერიად მონდომებულ ქვეყანას, რომელიც უკვე მკვდარია და დამარხული. უბრალოდ მას ეს ჯერ არ ესმის. პუტინმა კიდევ ერთხელ იგრძნო ის უპირატესობა, რაც ახლა უკრაინას აქვს რუსეთის მიმართ დრონების მხრივ, 20 ივნისს და 1 ივლისის დილის საათებში. და ისევ, არც პუტინმა და არც მისმა თანამზრახველებმა ეს ვერ დაინახეს წინასწარ. მათ ახლახან დაიწყეს საკუთარი საჰაერო შეტევა უკრაინაზე, რაც სამწუხაროდ წინასწარ განჭვეტადი შედეგებით დასრულდა. როგორც ყოველთვის, რუსეთმა სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობა აირჩია. რუსული დრონი ზრონის ზაპორიჟიაში სამოქალაქო ავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. CNN-ი უცხება, რომ ოლქში სხვა თავდასხმებმა 1 ადამიანი იმსხვერპლა და კიდევ 5 დაშავდა. ეს არის რუსეთის საჰაერო კამპანიის ტერორისტული ბუნება. ეს ასევე პუტინის სასოწარკვეთის ნიშანია. რუსეთი ცდილობს დაარტყას ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდება, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ ძალა აქვს, მაგრამ უკრაინა ყოველთვის პასუხობს. და სწორედ ეს გააკეთა უკრაინამ ზაპორიჟიაში დაღუპულებისთვის შურისძიების მიზნით. უკრაინამ რუსეთზე დაახლოებით 250-ით მეტი დრონი გაუშვა, ვიდრე რუსეთმა უკრაინაზე. სულ 419 დრონი, საიდანაც 60 პირდაპირ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს მიემართებოდა. კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი რამდენიმე კვირაში მეორედ დაარტყეს. მოსკოვმა თავის სამართალდამცავებს დაავალა, დამალულიყვნენ და არა დახმარებოდნენ, როცა რუსეთის ცა კვლავ უკრაინის დრონებმა გააშავეს. ყოველ ჯერზე, როცა პუტინი თავის სასოწარკვეთილებას აჩვენებს, უკრაინა პასუხობს ზეწოლის გაზრდით და რუსეთის ლიდერს უმტკიცებს, რომ რასაც ის აკეთებს, ამის გაკეთება უკრაინას ახლა ბევრად უფრო მასშტაბურად და უკეთ შეუძლია. ეს აღარ არის საჰაერო თანასწორობა, უპირატესობა უკრაინას აქვს. მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევების სრულ სურათს არ გვიჩვენებს. ამისთვის უფრო ფართო ხედვა გჭირდება. ციფრები ყველაფერს გვიჩვენებს. 2025 წლიდან უკრაინამ რუსეთზე 20,000 დარტყმა განახორციელა. თითოეულ მათგანს ორი მიზანი ჰქონდა. პირველი, რუსული ობიექტის განადგურება. ეს შეიძლება იყოს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, ტერმინალი, საწარმოო ქარხანა, ან სხვა მრავალი ობიექტი, რომლებიც რუსულ საომარ მანქანას ამუშავებს. და მეორე, ომი პირდაპირ რუს ხალხს დაუბრუნოს. უკრაინის დრონები მუდმივად ახსენებს ამ ხალხს, რომ შეჭრა, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო და რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, გადაიქცა ბრძოლად, რომლის მოგებაც რუსეთს ჯერ კიდევ ძალიან შორს აქვს. ინიციატივა შეიცვალა. 2026 წელს უკვე უკრაინაა წინ წასული. ფრონტის ხაზიდან მიღებული მონაცემებიც უკეთესი არ არის. ყოველი ერთი უკრაინელი ჯარისკაცის დაკარგვაზე რუსეთი 8 ჯარისკაცს კარგავს. ეს ვერ გაგრძელდება. და რუსებისთვის, რომლებიც სახლში არიან და რომლებსაც ვლადიმირ პუტინი დიდი ხანია ცდილობს ომისგან, რომელიც თავად დაიწყო, დაიცვას, ეს ყოველდღიურად უფრო შესამჩნევი ხდება. 10,000-ობით ადამიანი მიემართება უკრაინაში და აღარასოდეს ბრუნდება უკან. ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმირ პუტინი ან მისი გარემოცვა ცდილობს თავი მოიწონოს საჰაერო დარტყმით, უკრაინა ახსენებს, რომ მას ბევრად მეტი შეუძლია. ოჯახებები მთელ რუსეთში განადგურებულია, იშვიათად დრონების მიერ სამხედრო ობიექტებზე დარტყმით, მაგრამ ბევრად უფრო ხშირად თავად ვლადიმირ პუტინის მიერ, რადგან მისი დაუსრულებელი ომის წყურვილი მამებს, შვილებსა და ქმრებს აშორებს მათ ყველაზე ახლობლებს. ეს არის რეალობა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა მილიონობით ადამიანისთვის მთელ რუსეთში, რომლებიც ახლა ომს ისე გრძნობენ, როგორც არასდროს. ეს რეალობა მძიმეა, რუსეთი მარცხს განიცდის. ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს მთელ რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სანქტ-პეტერბურგში, რომელიც პუტინის მშობლიური ქალაქია და ერთ-ერთი მარგალიტია რუსეთის ქალაქებს შორის, რომლებსაც განსაკუთრების სტაპული სტატუსი აქვთ და კარგად უნდა იყოს დაცული, ჩვენ ხედავთ, როგორ ურტყამენ უკრაინული დრონები სამიზნეებს. ოკუპირებულ კერიმში, რომელიც რუსეთის თითქოს და დომინირების ხანძლივი სიმბოლოა უკრაინაზე, სკოლები იკეტება და ბენზინგასამართი სადგურები თავიანთ ერთადერთ პროდუქტს ამოწურავენ. ეს ყველაფერი უკრაინის ოსტატურად ჩატარებული იზოლაციის კამპანიის შედეგია. ხელისუფლება რუს სამოქალაქო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შიგნით დარჩნენ, ხოლო საჰაერო განგაში სირენების ხმა ყოველდღიურობის ნაწილი ხდება მთელ რუსეთში. ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. ომი მხოლოდ უკრაინაში უნდა დარჩენილიყო, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები მხოლოდ დასავლური იარაღით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი და ისიც მხოლოდ სასაზღვრო რეგიონებში. მაგრამ უკრაინამ პუტინის მთელი ომი თავდაყირა დააყენა და ეს მოახერხა საკუთარი იარაღის შექმნით, რომელსაც ახლა შეუძლია ასელობით და ზოგჯერ 1000-ობით კილომეტრი იფრინოს და რუსეთის გულში ღრმად დაარტყას. ეს მძიმე რეალობა ყველაზე მეტად მოსკოვში იგრძნობა. ზაპოროჟიაზე შურისძიების მიზნით უკრაინის თავდასხმა სულაც არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა უკრაინამ რუსეთის დედაქალაქს ბოლო დროს დაარტყა. მოსკოვი ახლა ისეთივე საომარი ზონა ხდება, როგორც კიევი და პუტინის ხალხი ამას ამჩნევს.
დრონით თავდასხმა ქალაქის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ივნისის შუა რიცხვებში იყო მასიური ერიშის ნაწილი, რომელშიც დაახლოებით 1000 დრონი და 4 უკრაინული ფთოსანი რაკეტა მონაწილეობდა. ასე განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომ ეს ყველაფერი მოიგერიეს, მათ შორის 200 დრონი მოსკოვისკენ იყო გაშვებული. მაგრამ დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და შავი წვიმა, რომელიც მას შემდეგ წამოვიდა, რაც კვალნულმა ცადაფარა, სულ სხვა ამბავს ყვება. უკრაინის დრონები უკვე შინ უთხრამენ. ისინი აიძულებენ ფრენების გაუქმებას და მოსკოვის ქუჩებში ხალხი ხედავს მათ, როცა ისინი მიზნებისკენ მიფრინავენ. ეს ვეღარ დაიმალება. უკრაინის დრონების იერიშების მასშტაბი უპრეცედენტოა და მათ დაამსხვრიეს დაუმარცხებელი რუსეთის ნარატივი, რომლის შექმნასაც პუტინი ცდილობდა. მოსკოვი ახალ ფრონტად იქცა. პუტინი რა თქმა უნდა ცდილობს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს სანერვიულო არაფერია. მისი იმიჯი როგორც შეურიგებელი ლიდერის, რომელიც ყოველთვის საუკეთესოს გააკეთებს რუსეთისთვის, საუკეთესო შემთხვევაში მყიფე იყო და მას პოლიციური სახელმწიფო და უკონტროლო ცენზურა ამყარებდა. ეს იმიჯი ახლა ისე გამოცდაშია, როგორც არასდროს და უკრაინის დაუღალავი შორი მანძილის დრონების კამპანიის ზეწოლის ქვეშ ბზარება. სწორედ ეს იმიჯი გახდის შეუძლებელს პუტინისთვის კაპიტულაციას, მაშინაც კი როცა იცის, რომ ასე უნდა მოიქცეს. და მას არ ეხმარებიან მისი გენერლები, რომლებიც ეუბნებიან, რომ ადგილზე მყოფი ჯარისკაცები მის მიზნებს მიაღწევენ, მაშინაც კი როცა ისინი მასობრივად იღუპებიან უკრაინის თავდაცვაზე შეტევისას. მოსკოვში პუტინი ცდილობს დაარწმუნოს როგორც ელიტა, ისე მოსკოველები, რომ ის, რასაც ახლა ხედავთ, უბრალოდ დროებითი მოვლენა. მაგრამ ასე ვერ იქნება. 20,000 დარტყმა მთელ რუსეთში 2025 წლიდან უკვე საკმარისად ცუდია. ახლა როცა ამ დარტყმების დიდი ნაწილი რუსეთის დედაქალაქს აზიანებს, პუტინის მარცხის მტკიცებულება უეჭველია. რა თქმა უნდა, პუტინი ცდილობს მეტი დაცვა უზრუნველყოს. 23 ივნისს New Voice of Ukraine-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოსკოვის საჰაერო თავდაცვა გააძლიერა იმით, რომ ფრონტის ხაზიდან, სადაც ისინი უფრო მეტად სჭირდებათ, ნაწილები გადაიყვანაყვანა. ეს მცირე ნუგეში იქნება ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების ოჯახებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან იმისთვის, რომ პუტინმა საკუთარი თავი რუსეთის დამცველად წარმოაჩინოს. მაგრამ ესეც კი საკმარისი არ არის. ერთ-ერთ პანცირის სისტემას, რომელიც რუსეთმა ფრონტიდან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადაიყვანა, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის ივნისის შუა რიცხვებში განხორციელებული დარტყმისგან აღდგენას ცდილობდა, მხოლოდ 2 რაკეტა ჰქონდა იმ 6-დან, რაც წესით უნდა ჰქონოდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ამუნიცია ეწურებათ. რას ელოდება პუტინი მოსკოველებისგან? აიღონ პანცირები და ესროლონ დრონებს. ამ ნაბიჯის უსარგებლობა ნათლად გამოჩნდა უკრაინის 1 ივლისის შურისძიების შეტევით. გახსოვთ ის კოსმოსური საკომუნიკაციო ცენტრი, რომელზეც გესაუბრეთ. ის, რომელიც უკვე ერთხელ იყო დაზიანებული, სწორედ ასეთი ობიექტების გარშემო უნდა აძლიერებდეს რუსეთის საჰაერო თავდაცვას, მაგრამ უკრაინამ კვლავ შეძლო მისი დაზიანება. დრონებმა 500 კილომეტრზე მეტი გაიარეს, რათა მიეღწიათ დუბნაში მდებარე სატელიტური საკომუნიკაციო ცენტრისთვის და რუსეთის თავდაცვამ კიდევ ერთხელ თითქმის ვერაფერი გააკეთა მათი შესაჩერებლად. ზელენსკიმ მოგვიანებით დაამატა, რომ უკრაინის დრონებმა მოსკოვსა და ვლადიმირის რეგიონში 4 მსგავსი ცენტრი დააზიანეს. პუტინიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა უკრაინის წარმატება, როცა სულ რამდენიმე დღით ადრე უკრაინის ბოლო თავდასხმამდე განაცხადა. რაც შეეხება დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზოგადად და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, ეს თავდასხმები ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე პრობლემებს ქმნის, ეს აშკარაა. ეს აშკარა იყო 2025 წლიდან უბრალოდ. 20,000 დარტყმა დასჭირდა პუტინს, რომ ბოლოს და ბოლოს ეღიარებინა პრობლემა, რომელიც არასდროს უნდა არსებულიყო. რუსეთი ამჟამად აგებს და რუსი ხალხიც ამას იცის. ისინი ყოველდღე ხედავენ უკრაინის დრონებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე დაფრინავენ. ისინი გრძნობენ ეკონომიკის გაჭირვების და მაღალი ინფლაციის გავლენას, რამაც ცხოვრების ღირების ასტრონომიულ ზრდამდე მიიყვანა. საწვავი იწურება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სულ მცირე 500,000 რუსი გარდაცვლილია, ხოლო დაჭრილებისა და დანებებულების ჩათვლით, ომში დანაკარგად მიჩნეული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 1,4 მილიონს აჭარბებს. ზოგიერთ ფრონტის ხაზზე კი უწყებიან, რომ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 20 წუთია, რაც ხაზს უსვამს დრონებით სავსე სასიკვდილო ზონების დაუნდობელ ეფექტურობას. იმ რეგიონებში, სადაც პუტინის გენერლები ჯერ კიდევ ცდილობენ დაარწმუნონ იგი, რომ ეს ტერიტორიები გარდაულად დაეცემა. შესაძლოა დროთა განმავლობაში ასეც მოხდეს, მაგრამ რუსების კანში ჩაბეჭდილი იარები სულ უფრო ღრმავდება და რუსეთის შიგნით ბლევისთვის უკვე საკმარისია. ისინი ომის დასრულებას ითხოვენ და სულ უფრო მეტად მზად არიან უთხრან პრეზიდენტს, რომელმაც ამდენი ხანი შიშით ჰყავდა ისინი, რომ ომი დასრულებულია. რუსეთმა წააგო, შეეგუეთ ამას. ეს შეიძლება ყველაფერს შეცვლიდეს პუტინისთვის, მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ თემაში, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჩვენს ახზე საინტერესო ინფორმაციას ირებთ, გამოიწერეთ და დააწკაპუნეთ ზარზე, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ვიდეოები. რუსეთში ანტისაომარი ხმები უფრო და უფრო ძლიერდება და ისინი პუტინს ერთსა და იმავეს ეუბნებიან. გამოგვიყვანე ომიდან. 1 ივლისის ანგარიშში კიევ პოსტმა გამოავლინა, რომ უკრაინის ყველაზე მასშტაბურმა თავდასხმამ მოსკოვზე ანტისაომარი განწყობი მკვლელად გაზარდა მთელ რუსეთში. გამოცემა ციტირებს არასამთავრობო ორგანიზაცია Join Ukraine's კვლევას, რომელმაც გაანალიზა სოციალური მედიის აქტივობა უკრაინის იერიშების შემდეგ. 41,883 პოსტის გადამოწმების შემდეგ, რომლებმაც Telegram-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ჯამში 594 მილიონი ნახვა დააგროვა.
ამ კვლევის მიხედვით რუსეთში ანტისაომარი განწყობა გასაოცარი 235%-ით გაიზარდა. 18 ივნის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელზე თავდასხმა, როგორც ჩანს, გარდამტეხი მომენტი გახდა, ხოლო მოსკოვზე ბოლო შურისძიების დარტყმა სავარაუდოდ კიდევ ერთ ზრდას გამოიწვევს. აქ ჩვენ ხედავთ საინფორმაციო დღის წესრიგის ცვლილებას, რომელზეც ვლადიმერ პუტინი ასე დიდხანს იყო დამოკიდებული და ეს მის სასარგებლოდ აღარ მუშაობს. გარდა იმისა, რომ ანტისაომარი პოსტების რაოდენობა 235%-ით გაიზარდა, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იზრდება კრიტიკა რუსეთის ხელისუფლებისა და მათი უკრაინის თავდასხმებთან გამკავების მიმართ. იზრდება ეტყვები რუსეთის საჰაერო თავდაცვის ეფექტურობასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რასაც უკრაინის დრონები აშკარად ახდენენ. კვლევის მიხედვით პუტინის მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს. იულია იელენიჩი ორგანიზაცია Join Ukraine-დან ამას სრულყოფილად აჯამებს. სანამ ბრძოლა შორს მიმდინარეობს, უფრო ადვილია მისი იგნორირება ან პროპაგანდის პრიზმით დანახვა. მაგრამ როდესაც დრონები მოსკოვს ან სხვა დიდ ქალაქებს აღწევენ, რუსები იწვევენ ფიქრს საკუთარ უსაფრთხოებაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ხელისუფლებას, კრიტიკულად აფასებენ ოფიციალურ განცხადებებს და ითხოვენ ომის დასრულებას. იელენიჩი იუწყებ. ეს პუტინისთვის მიუღებელია. ეს ისეთივე ნათელი მტკიცებულებაა, როგორც ნებისმიერი სხვა, რომ მისი სტატუსი როგორც რუსეთის დიდი დამცველი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციური სახელმწიფო შექმნა და ყველა ეს რეპრესიები სოციალურ მედიასა და ინტერნეტში რუსეთში უკმაყოფილება მაინც არსებობს. არა მხოლოდ აღწევს, არამედ იზრდება კიდეც. და კიდევ ბევრია. სოციალური მედიის საუბრებს მიღმა სხვა ნიშნებიც არსებობს, რომ პუტინის ხალხს სურს, მან საბოლოოდ აღიაროს, რომ შეჭრა, როგორც მას წარმოედგინა, წაგებული. 19 ივნისის ანგარიში პრავდამ გაამჟღავნა, რომ პროექტმა სახელად Faraday, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა ბარი და რუსტამოვამ შექმნა, მიიღო წდომა წყაროზე რუსეთის მართლ პარტიაში ერთიანი რუსეთი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. ამ წყარომ გაამჟღავნა, რომ პარტიის მიერ ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა სულ უფრო მეტად აჩვენა, რომ რუსი ხალხი მზად არის მიიღოს უკრაინის ომის დასრულება, რომელიც გამარჯვებას არ ნიშნავს. 60%-მა განაცხადა, რომ ისინი ომით დაღლილები არიან და ეს დაღლილობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან უკრაინის მეტი დრონი მიაღწევს მოსკოვს. რამდენიმე დღის შემდეგ 1 ივლისს TVP World-მა ეს გაამჟღავნა. კიევში მდებარე კონფლიქტოლოგიისა და რუსეთის ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხული 1600 რუსიდან 91%-მა გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ომის დასრულებისადმი უკვე ხვალვე. რუსეთის სრული გამარჯვების მომხრეები მხოლოდ 9%-ს შეადგენდნენ, რაც ამ კონკრეტული გამოკითხვის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მშვიდობა, საშუალო რუსის მთავარი სურვილია და პუტინი ვეღაც კი უყურებს საკუთარ რეიტინგებს, რომ დარწმუნდეს, აკეთებს თუ არა იმას, რაც საშუალო რუსს სურს. ეს რეიტინგები კატასტროფულად ეცემა. 30 ივნისის Newsweek-ის ანგარიშის მიხედვით, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა საზოგადოებრივი აზრის ფონდმა დაადგინა, რომ გამოკითხული 1500 ადამიანიდან 69% ამბობს, რომ ენდობა პუტინს. ეს შეიძლება მაღალი მოგეჩვენოთ. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ყველაფერს გააკეთებდა ასეთი ნდობის მაჩვენებლებისთვის. მაგრამ აქ რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ეს პუტინისადმი ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც მან დაიწყო თავისი შეჭრა. და მეორე, ეს გამოკითხვა კრემლის მიერ მხარდაჭერილი წყაროდან მოდის. რაც ნიშნავს, რომ რიცხვები სავარაუდოდ დამახინჯებულია და გამოკითხულები მაინც ფრთხილობენ, რომ თუ პუტინს ზედმეტად უარყოფითად შეაფასებენ, საიდუმლო საიდუმლო პოლიცია კარზე მიუკაკუნებთ. და მიუხედავად ამ ფაქტორებისა, ახლაც კი რუსების თითქმის მესამედი ღიად ამბობს, რომ პუტინს საერთოდ არ ენდობა. შეწყობინება ხმამაღლა და მკაფიოდ იგზავნება, ისევ და ისე. რუსებს მობეზრდათ 20,000 დათმა. მათ მობეზრდათ მოსკოვის სამიზნედ ქცევა და სულ უფრო მეტად მობეზრდათ პუტინის ის ქცევა, თითქოს მისი გავლენის იმპერია ბოლომდე უნდა მიიყვანოს. 4 წელიწადი და 9 დვარი და 1 წერტილი 4 მილიონზე მეტი მსხვერპლის შემდეგაც კი. შეიძლება იფიქროთ, რომ პუტინი ბოლოს და ბოლოს მზადაა ამოუსმინოს. ბოლოს და ბოლოს ის უკვე იწყებს ამ ყველაფრის აღიარებას. მაგრამ თუ ასე ფიქრობთ, მაშინ პუტინი არ გეცნობათ. მისი საკუთარი დამარცხებისა და საკუთარი ხალხის გაბრაზების ასეთი ნათელი მტკიცებულება პუტინს არ გააჩერებს. ეს მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ის ისევ იმას გააკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებდა. საკუთარ თავს დაიცავს. პუტინი იმდენად შეშფოთებულია, რომ თავის ხალხში განწყობის აშკარად ცვლილებას და უკრაინის მზარდ უპირატესობას საჰაერო ომში ხედავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს იკრებს გარშემო, რათა ამ ყველაფრისგან იზოლირებული დარჩეს. 2 ივლისს, მხოლოდ 1 დღის შემდეგ, როცა უკრაინამ კვლავ გაუშვა დრონები მოსკოვში, Kyiv Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც აფართოებს რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის, ანუ FSO-ს ცენტრალურ ადმინისტრაციას. ვინც არ იცის, FSO არის ჯგუფი ძალოვნებისა, რომელთა ამოცანაა პუტინის დაცვა საფრთხეებისგან. ეს უკვე მეოთხე ასეთი გაფართოებაა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვიხილეთ. 2022 წლამდე FSO-ს გაფართოება 2010 წლის შემდეგ არ ქონია. ახლა ეს თავისთავად უკვე ცუდი იდეა. პუტინმა უკვე იმდენი გადასცა FSO-ს, რომ ის ზედამხედველობს ყველა რუსულ სახელმწიფო კომუნიკაციას და პასუხისმგებელია ყველა იმ თანამშრომლის შემოწმებაზე, ვინც ოდესმე პუტინთან კონტაქტში მოდის.
რუსეთის ლიდერი თმობს ძალაუფლებას, რომელიც შეიძლება მის წინააღმდეგ შემოტრიალდეს, რადგან მისი პარანოია იზრდება, მაგრამ სწორედ ეს პარანოია ნამდვილი პრობლემა. ამ ბოლო გაფართოებამ გვაჩვენა, რომ პუტინი აცნობიერებს რეალურ საფრთხეშია. მას ეშინია არა მხოლოდ უკრაინისა და მისი დრონების, არამედ ყველას. მას შეუძლია დაინახოს, როგორ ეცემა საზოგადოების აზრი მის მიმართ. FSO ამასაც აკვირდება. და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი თავი დაიცვას, რადგან ომზე და ხალხზე კონტროლი ეკარგება. ასე აგებს პუტინი ომს. მოსკოვში მფრენი დრონები იმ დაავადების სიმპტომია, რომელიც ყოველდღიურად უფრო ღრმად ვრცელდება რუსეთში. თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა, პუტინს FSO-ს ძალაუფლების გაფართოება არ დასჭირდებოდა. მას არ დასჭირდებოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე ნერვიულობა, რადგან მისი ხალხი ჯერ კიდევ საკმარისად შეეშინდებოდა, რომ დიდი დამცველის პროტექტორატის თამაშს ახოლოდნენ. მაგრამ მეოთხე საუკუნოვანი ბლეფი დაინგრა. პუტინი დაღმასვისკენ მიდის და თვითონაც ხედავს, რომ ეს ახლოვდება. ახლა ის ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დააყენოს თავისა და სულ უფრო გაბრაზებულ მოსახლეობას შორის, მაშინ როცა მისი ლეგიტიმაცია, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ნელ-ნელა ქრება მის ქვეშ. და ასე უბრუნდებით 2025 წლიდან განხორციელებულ 20,000 დარტყმაზე და დრონებზე, რომლებიც ახლახან გადაფრინდნენ მოსკოვის თავზე. ხოლო ეს დარტყმები უკრაინის ომს ვერ მოიგებს, მაგრამ ისინი ბევრად უფრო დიდი პროცესის ნაწილია. ეს დარტყმები კატალიზატორია იმ უკმაყოფილებისა, რომელსაც დღეს რუსეთში ვხედავთ. მოსკოვი ომის ზონად იქცა და ეს ყველასთვის აშკარაა რუსეთში. უკრაინიდან ასობით კილომეტრით დაშორებული ადამიანები ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშობენ და ამ მდგომარეობისთვის პასუხისმგებლობას სულ უფრო მეტად პუტინს აკისრებენ. სისტემა, რომელიც პუტინმა თავის გარშემო ააგააგო, ახლა უფრო არასტაბილურად გამოიყურება ვიდრე ოდესმე. ელიტები ისეთი ერთგულები აღარ არიან, როგორიც პუტინს სჭირდება. პუტინს აღარ შეუძლია მიუთითოს მოქმედ ეკონომიკაზე, ან იმ სტაბილურობაზე, რომელიც განსხვავება ზარსხოვებული აზრის არარსებობას მოხვება. ყველაფერი ნელ-ნელა ქრება. რუსეთის ლიდერმა კონტროლი დაკარგა. მაგრამ პუტინისთვის ნამდვილი მარცხი და ის, რაც საბოლოოდ მის მიერ დაწყებულ ომში დამარცხებას გამოიწვევს, არის ის, რომ ის უარს ამბობს დათმობაზე. აი სწორედ ამას ნიშნავს FSO-ს გაფართოება. უკრაინისა და საკუთარი ხალხის მთელი ზეწოლის მიუხედავად, ჯერაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მშვიდობის ისეთ ვარიანტს დათანხმდეს, რომელიც ყველაფერს არ აძლევს, რაც მას სურს. პუტინი ჯიუტი ადამიანია, ძალიან ჯიუტი. მაშინაც კი როცა ის ხედავს, როგორ მოქმედებს უკრაინის გრძელვადიანი სანქციები და როგორ უსწრებს უკრაინა რუსეთს შორის მოქმედების ფრონტზე, ის მაინც თავის გზას არ გადაუხვევს. პუტინი გააგრძელებს დაპირებების მიცემას, რომლებსაც ვერ შეასრულებს. 20,000 დარტყმა გადაიქცევა 30,000-ად, 40,000-ად და შემდეგ კიდევ ბევრად მეტად. და ამ ყველაფრის ფონზე ის ეცდება უგულებო ეყოს ერთი მარტივი ფაქტი. რუსეთი ამჟამად მარცხს განიცდის. როდესაც უკრაინა არ აჩვენებს შენელების ნიშნებს და მისი ხალხი მის წინააღმდეგ დგება, პუტინის ჯიუტობა მისი საბოლოო დამარცხება იქნება. რაც შეეხება თავად რუსეთს, მისი ეგრეთ წოდებული ძლიერი ლიდერი ქვეყანას დაღუპვის გზაზე აგზავნის. ეს ვითომ რუსეთის იმპერია უკვე მკვდარია და დამარხულია. მოკავშირეები დასავლეთისკენ არიან მიბიძგებულნი. რუსეთის ეკონომიკა უკვე პარალიზებულია. პუტინი ხდება ძალაუფლება დაკარგული პრეზიდენტი, რომელმაც თავისი ჯიუტობით რუსეთის გლობალური ნდობა დაამსხვრია. და შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ არის ეს ასეთი დიდი პრობლემა კაცისთვის, რომელიც შეპყრობილია მემკვიდრეობით და ქვეყნისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ და აჭირეთ შეტყობინებების ზარის ღილაკს, რომ თქვენს ფიდში იხილოთ ჩვენი მეტი მასალა რუსეთის შიგნით არსებული რეალობის შესახებ. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.